ანუ 60 წელზე გააჩერებდი. წელში არა, აი როგორც ეხლა გზნობ თავს არ მინდა არც 40-ის ვიყო, არც 20-ის, ანუ ის არ მინდა ვიყო, როგორც ვიყავი 40-ის და 30-ის. ეხლა რო ვარ ასე ვიყო, კიდე 20 წელი, აი ეს არის ჩემი დიდი სურვილი. კი ბატონო, ქალბატონ ლალი. რამდენი წელს? 77. აი მე გავაჩერებდი 65-70-ზე ალბათ. სოფონ არჩემაშვილი. მე ვარ 53 წლის და მადლობ. და არსად არ გავჩერდებოდი, გაჩერება არ მიყვარს, არც წარსულზე ფიქრი არ მიყვარს, არც უკან დაბრუნება არ მიყვარს, ამიტომ რაც მაქვს ყველაფერი ჩემია და ყველაფერი საუკეთესო ჯერ წინა მაქვს კიდე. კი, ასე არ არის. ხო, სხვა შორის გია გვარამიასთან ცალკე სპეციფიური კითხვები და მე ქალბატონებსაც მოგმართავთ, რომ გუფასო კონსულტაციას, რომ შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ სტუდიით. ნუცა ჯანელიძე. ჯერ არ ვარ 60-ის. ეს ერთი. აი, რა თქმა უნდა. და მეორეც ერთი მეთანხმები ირმასაც და ლალისაც, რომ ყველა ასაკს აქვს თავისი ხიბლი. ამიტომ მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამასაკამდე მოვედი და ასე თუ ისე მეგობრები მყავს ძალიან კარგი და ძალიან კარგად გზნობ თავს. კი ბატონო, თეა დარჩია და მის გვერდით შემდეგ უკვე თეა. მე და თეა რა მოსაყვანი ვართ ამ საზოგადოებასთან, არც ვიცი სირცხვილით რა შუაში ვართ ჩვენ და როგორ ვთქვათ ეს ჩვენი საწყალი 44 წლის ასაკი 44 და არ არის საწყალი ხა 44 ამათ ფონზე ამ სილამაზეების ფონზე უკვე არა 40 წლის მერე ისე ფარაგაიგა 54 გახდებით ნახე ნუ მეჩხუბები ძალიან ხო უხერხულად გზნობ თავს და ვაღიარებ გულწრფელად რომ აი ნეტა ამ ასაკში მეც ესე ვიყო ეხლა ქალბატონები როგორც გამოიყურებიან იმიტომ რომ შიგნიდან ასხივებენ ეს ადამიანები არაფერ შუაში არ არის გარეგნობა ეს ისეთი სილამაზეა რომელიც არასოდეს არ ბერდება. კარგი, თეა გობეჯიშვილი. 42 წლის. არის ასაკი, რომელზეც გააჩერებდი დროს. მე მაგალითად 40-ის მერე დამემართა ის, რომ მეგონა რომ ყველა ამბობდა, რომ აი 40 მოგინდება, რომ სულ ესე გააჩერო. არა 30-ზე მინდა რომ გავაჩერო, მაგრამ არ გამოდი. არის ეს ის 30-ზე გავაჩერო, ვფიქრობ, რომ გავაჩერებდი 30-ზე. არა, აბსოლუტურად ერთნაირად გონია რომ ვარ როგორც 30-ის ვიყავი, როგორც 40-ის და მე მგონი ესე მეგონება როგორც 50-ის ვიქნები 60-ის თუ 70-ის. კი ბატონო, ასაკი 56-ის ვარ. აში ამხანაგია. მართლა? სად გავაჩერებდით? რაღაცა ყველა პერიოდს თავისი სილამაზე აქვს ალბათ და ყველა ასაკს. 16-ისაც გავაჩერებდი რაღაცა ერთი კომპონენტის გამო. 26-ისას რაღაცა მეორე კომპონენტის გამო. 36-ისას მახსოვს რომ მქონდა საშინელი დეპრესია ამის გამო რომ უკვე დავბერდი. ეს იყო ყველაზე პატარა შვილი რომელიც გაჩნდა, იცი ფეხმძიმების შემდგომი დეპრესია რაც არის და ფორმაში მოსვლამდე რასაც გქნობ და მახსოვს რომ დეეჩემა მითხრა, რომელიც ჩემზე იყო დაახლოებით 25 წლით უფროსი. აი შენ სასაკში ვიყო და ცხოვრებას ხელახლა დავიწყებდიო და შენ ჯერ ბევრი გაქვს გასავლელიო და ასე ვეუბნები ყველას. ყველა ეტაპზე ალბათ გვაქვს პერიოდი, როცა ყოველთვის შეგვიძლია რაღაც ხელახლა დავიწყოთ. კაპტონზეო თქვენ? მე ახლახან შევიქენი հասაკითა სრულ. ანუ 50-ის. ბრავო, ბრავო. თქვენც არ გააჩერებდით. ნუ ეხლა რომ თუ ოცნებაზე მიდგება საკითხი, მაშინ ალბათ 1.35 ძალიან მომწონდა მაშინ ჩემი თავი და კიდევ ერთი ქალბატონი, ლიზა. სხვებსაც შეცავს ვაჯერებ რომ ჯერ კიდევ 25 წლის ვარ, მაგრამ გულახდილად გეტყვით რომ მყავს 25 წლის ქალიშვილი და 10 თვის შვილიშვილი. რატო არ ამბობ ასაკს? ეხლა ჩვენ და ვიანგარი. ნუ ახლა ვიანგარი ისეთ და მიხვდებით რომ გავჩერდებოდი ალბათ 30 წელზე, იმიტომ რაღაც კარგი მოგონებები მაკავშირებს ამ ასაკთან, როდესაც უკვე ქარაფშუტა ახალგაზრდაც არ ახარ, მაგრამ ჯერ ასაკშიც არ ახარ შესული. 30 წელი. კი ბატონო, ძვირფასო მამაკაცებო, თქვენს ნებართვით არ დავინტერესდები რამდენი წლის ხართ. უბრალოდ მაინტერესებს მეორე ნაწილზე პასუხის მიღება, რომელ ასაკს ინატრებდით, რომელ პერიოდს ინატრებდით, რომ ის გაგრძელდეს სულ მუდმივად თქვენი ცხოვრება. ბატონო ენრიკო. 40 წელი
რამე თუ 40 წლის ასაკში უკვე მე აგერ ჩემი ცხოვრებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე პატარა ასაკიდან დავიწყე 15-17 წლიდან გასტროლები და 40 წლისთვის უკვე წარმოიდგინეთ რამხელა პრაქტიკა მქონდა და აი ჩამოყალიბება, დაღვინება და უკვე მეტის ამიღწევა და იმ კითხვასაც პასუხს გავცემ რომ ვისურვებდი რომ ვიყო 40 წლისა და დაუბრუნდებოდი უფრო ადრე ჩემ საქართველოში ვიდრე დაუბრუნდი იცით? ბატონო, მოდით ერთი წუთი ჩემთან რა. ნუ აი სად არისო რეცეპტიო ახალგაზრდა ნახეთ ახლა ასაკს მაინც კითხავთ შეიძლება 60 გადავაცილე ბრავო რაზე ამბობ თუ არს რომ აი ეს შეინარჩუნოთ როკ-ენ-როლის ფორმა ზურა ხინკალი ხო იცი არა ენრიკო ჯანელიძე თუ უყვარს ვინმეს ხინკალი პირველი არავის არ ეწყინოს რა ძალიან მაგრამ უყვარს ხინკალი და მიუხედავად ხინკლის სიყვარულისა კვირაში რომ შემიძლია 2-3 დღე მაგრამ 5-5-ზე მეც კაბდულალი ადრე 10 თუ მივირთმევდი 5-5 და ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი რაზეც უარს ამბობთ ეს არის ხინკლის რაოდენობა 10-დან დაიყვანეთ 5-მდე მეტი არაფერი კიდევ რა იცით მოძრაობ მე და უარს ვამბობ რაზე რომ არ გადავტვირთო ჩემი თავი და უშოთ ცომით იმიტომ რომ ცომია ყველაზე დამღუპველი ხილი მიყვარს იმიტომ რომ მეხსიერებისთვის გირჩევთ ყველა და რასაც ვამჩნევ შემიძლია რომ დაუშვათ რამდენიმე ტექსტი უცხოურენოვანი დღეში 1-2-3 ტექსტი შევისწავლო და მადლობა ღმერთს დიდი მადლობა ბატონო ენრიკო რეცეპტი თქვენ მოისმინეთ იმასთან დაკავშირებით როგორ უნდა გამოიყურებოდეს სულ ახალგაზრდულად ვიხმობ სცენაზე გთხოვთ ბატონო თამაზ დაბრძანდით? ასაკს მალავთ? არა. რამდენის ხართ? 53-ის. ჩვენივრად გამოიყურებით. ბატონო თამაზ, ის რომ თქვენ ვარჯიშობთ, ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწევით, ეს ყველა მიცის. მაგრამ რეცეპტი თქვენი ახალგაზრდად გამოყურებისა არის თუ არა სიყვარული? იმიტომ რომ ყველასათვის ცნობილია რომ ბევრი შვენიერი ქალბატონი ყოფილა თქვენს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ადამიანი წარმოუდგენელია სიყვარულის გარეშე. მე მინდა რომ მთელი ცხოვრება ვიყო შეყვარებული, მინდა რომ მთელი ცხოვრება უყვარდე საყვარელ ადამიანს, ქალს, მშობლებს, შვილებს, რა თქმა უნდა. მე მაინტერესებს რა ინტერესი მექნება ცხოვრებაში 1 წლის შემდეგ, 2 წლის შემდეგ, 60-ის რო გავხდები, 65-ის. ძალიან მაინტერესებს ეს. რა იყო მე ხო ვიცი, მე გავიარე ის წლები და ვიცი რა ინტერესები მქონდა ამა თუ იმ ასაკის დროს. მაგრამ ძალიან მაინტერესებს რა ინტერესი მექნება, როგორც გითხარით, 60 წლის ასაკში, 65 წლის ასაკში. წლების წინ, როდესაც იყავით 17-18 წლის ბიჭი, მაშინვე უკვე გადაწყვიტეთ, რომ თქვენ ცხოვრებაში იქნებოდა ძალიან ბევრი ქალბატონი და ძალიან ბევრი შვილი. ჩემი მამა იზრდებოდა მრავალშვილიან ოჯახში. 9 იყვნენ. კონკრეტულად ამის დაგეგმა ძალიან ძნელი არის. რა იქნება და როგორ იქნება წინასწარ ბუნებრივეს არავინ არ იცის და არც მე არ ვიცოდი, მაგრამ მე ამაყი ვარ, მე ბედნიერი ვარ, რომ მყავს ბევრი შვილი. ჩემი შვილი ჩემთვის არის. დიახ. ყველაფერი ჩემი შვილები. დიახ. და მინდა რომ იყვნენ ბედნიერები. თქვენ ასევე გითქვამთ, რომ ყველა ის ქალბატონი, ვინც თქვენ ცხოვრებაში ყოფილა, თქვენთვის ძალიან ძვირფასია და ყველას ძალიან ნორმალურად დაშორდით, ხო? აი ეს ხო არა რაღაც ერთგვარი ელექსირი თქვენთვის გაახალგაზრდების, აი ეს მთელი პალიტრა ულამაზესი ქალბატონების. ჩემი გადასახედიდან, ქალისთვის ასაკი არ არის მნიშვნელოვანი. ქალი ნებისმიერ ასაკში არის მშვენიერი. ხო და რა იზიდავს, აი რა გიზიდავთ ქალბატონებში? ქალი შეიძლება მოგეწონოთ მისი ინტელექტის გამო, განათლების გამო, ცოდნის, ელემენტარული სიარულის მანერის გამო მოგეწონოთ. ქალი ხო მაგისთვის არის შექმნილი ღმერთის მიერ. სიყვარულისთვის, ხელის გუზეს ატარებლად, ელემენტარულად ხომ ვერ ვიქნები და პატივს არ ვცემ ისეთ მამაკაც, რომელმაც არ იცის ქალის ფასი. ქალი ყველაფერია. კანს, რომელსაც არ ყავს საყვარელი ქალი გვერდით, ის არის არ შემდგარი მამაკაც. თქვენ ძალიან უცნაურად ახერხებთ ერთ ამბავს. რამდენი მეუღლე, ნუ ანუ აი რამდენი ქალბატონი იყო, ვინც ვისგანაც თქვენ შვილი ყავთ? 6 ქალბატონია, რომელსაც შვილი, მე ახლა ვცხოვრობ ერთ ქალბატონთან. კი, ვიცი, მშვენიერ ქალბატონთან და თქვენ ახერხებთ იმას, რომ აი მიუხედავად იმისა, რა ბატონო ზაზა, გაგვიარეთ.
მოგიდათ ბატონოზასა? არა. ხო და იცით რა სახერხებთ რომ ამის მიუხედავად თქვენს მიმართ არ არის აგრესია. ანუ თქვენზე მე აი ესეთი კრიტიკა არ წამიკითხავს და ხალბატონები არ გაკრიტიკებენ იმის მიუხედავად რომ ეხა ეს არ არის მისაბაძი ამბავი 6 ცოლი ყავდეს და ყველასთან შვილი და მაინც აი ესეთია როგორია ბატონი თამაზი კაი კაცია. არა. როგორ ახერხებთ? არა მე არის და ახერხებს არა მე ვერ ვიტყვი რომ არ ხდება კამათი თქვა კი როგორ შეიძლება მაგრამ ქალი იმიტომ არის ქალი და იმიტომ არის მშვენიერი ქმნილება აუცილებლად უნდა დაუთმო რაც არ უნდა მართალი იყო უნდა დაუთმო მით უმეტეს თუ შენი შვილის დედა არის გამორიცხულია იმას როგორ შეიძლება თქვა რამის სურვილი არ შეუსრულო თუ გაქვს ამისი უნარი და ამის საშუალება მაგრამ რომც არ გქონდეს ხო ტკბილი სიტყვა ყოველთვის არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან ასაკის მატებასთან ერთად რაზე თქვით უარი? ძილზე და რატო? რაც უფრო მემატება, ასაკი მენანება ძილისთვის დრო. მინდა მაქსიმალურად ვიყო ჩართული იმ საქმეებში, მეტი დრო გავატარო ჩემ შვილებთან და ვიყო და ვიტრიალო საზოგადოებაში. აი ამაზე ნამდვილად თქვი უარი. ეს კაცი აქტიურია, შრომობს იქ ძაღლებს უვლის უპატრონოებს, სხვისი ძაღლის და არაფრისგან გააკეთა, საქმე გააკეთა ამ კაცმა და ეს არის აქტიობის მიზეზი, სიყვარულია რა, საერთოდ. მადლობა ბატონო თამაზ, გთხოვ დაიკავოთ თქვენი ადგილი. ქალბატონ ლალი ბადურაშვილს მოუხმობ ახლა ჩემთან. ქალბატონ ლალი. ბატონო. აი მომიყევით ახლა თქვენი რეცეპტები, თქვენი გზა იმისა რომ არ გეზარებათ არაფერი. ჯერ ერთი აი ეს იქნება სოციალური აქტივობა, გადაცემები, ფილმი, ფოტოსესია სულ მუდმივად ყველაფრისთვის მზად ხარ და ძალიან აქტიური ხარ. ხო, აქტიური ბუნება რასაკვირველია, მაგ მე ყველგან წერ მაგას მორიდებული და კუთხეში დაყენებული, ასეთი არასოდეს არ ვიყავი. არა მაქვს უფლება რომ არ ვიყო მობილიზებული, იცი? რა შეიცვალა დავუშვათ მას ასაკის მატებასთან ერთად? აი თუ შეგიძლიათ გაანალიზოთ ან თქვათ რომ აი რაზე უკვე უარს ამბობთ ან ამბობდით? იცი რა უარს რა გითხრა, მაგრამ ჩემო ეკა არა მოჭრა ეს სიტყვები. ყოველ გადაცემას. არა, ყველა გადაცემაზე ამოჭრის ხოლმე. გიჟები ისე მომწოს, ნუ არაჩვეულებრივი. სამი შვილის დედა არა აწყობილი მოდის, ან რაღაცა არ ვიცი. ძალიან კარგი მეუღლე ყავს, მაგრამ ძალიან გაუმართლა რომ შენ ყევხარ გვერდზე და. იცი რა შეა საქმე, როგორ გითხრა, ერთხელ ეკას გადაცემაში ვიყავი და იქ ახალგაზრდები იჯდნენ და ია მეჯდა ფარულავა და ია ჩემი შვილების ამხანაგია და გიას ყავს დახატული ზაზა 16 წლის ასაკში ია გიждები იმ ფოტოზე რომ იმ ნახატზე ვინც მოდის სულ ყველას არაჩვევად მოწონს არაჩუქა არაფრით მე მინდა მქონდესო თელ ცხოვრება გვიკიდია ია და მოკლედ არის ლაპარაკი თქვენი მიმართულებით ბოტოქს უნდა გაიკეთო არ უნდა გაიკეთო ხია მიმკარნახობს ირმა რომ რატო დედალალი ეს რამდენიმე წლის წინ ეხლა თქვენ რომ ბოტოქსი გაიკეთოთო იცითო 18 წლის გოგოს დაემსგავსებით უიმე მეთქე ია მე ვისთან მიამხანაგო ამათან მეთქი აი ბავშვებთან ხვარი არა რაღაცა კარგია რომ კარგად გამოიყურებ ეკა მაგრამ არსებობს რაღაცა იცი არ შემიძლია ეს ახალგაზრდები არა ვარ ბატონო გია თქვენი ხელოვნების წინააღმდეგი მაგრამ ერთი უნდა გაითვალისწინო ძალიან დამსგავსეთ ეს ახალგაზრდა გოგოები ყველა ერთმანეთს ჩემი თაობა სვენა იყო ლამაზი ბატონო მე თქვენ სასარგებლოდ უნდა ვთქვა და დავიცვა ბატონ გიას ძალიან ბევრი პატარა გოგო გაუბრუნებია ხო ბატონო გია მაგას გამოვკითხავ არა ეკა ეს უნდა ვთქვა ეს ჩემი პოზიცია საშინელებაკაც ვერ ვიმახსოვრებ ვერავის ყველა ერთმანეთს გავს კაცო ვერ ვიმახსოვრებ თუჩი ერთნაირი გადაბრუნ თვალი დაკაჩული შთოჯინებივი და რა არის ახლა ეს გეუბნები ისეთი თაობა იყო ბიჭები ზაზას ღაპარია ხო არაჩვეულებრივია ლიკაყავს იქ პარტნიორშა და არ უთმობს არაფერს გლიჯავს ხო იმე ნატრის ხეში არაჩვეული ფაქტურა არა მაქვს ლაპარაკი ნათე რა ვქნა ხა ეგეთია და ნიჭიერებაზე არა მაქვს ლაპარაკი მაგრამ ჩემი თაობა იყო რუსაველზე რომ მოდიოდა ერთი მეორეზე უკეთესი ბიჭები კარგი თქვენი სფეროა ეს და
მიხედეთ ამას. სოფო ნარჩემაშვილს თხოვ ახლა აქეთ ჩვენთან სავარძელს. სოფო მოდი ჩვენთან. აი ხა ტემპერამენტისთვის უკაცრავად, მაგრამ რა თქმა უნდა. სოფო, რას ფიქრობ, მოდი პირდაპირ უპასუხოთ, ქალბატონი ლალირაძეც საუბრობდა. მართლა დაკარგეს ინდივიდუალიზმი ახალგაზრდობის ძებნაში გოგოებმა. რა საქმეა, როცა ტელევიზიაში ხარ, როცა ესტრადაზე ხარ, როცა მსახიობი ხარ, რაღაცნაირად უნდა მიხედო შენთას მესმეს, ხა ხაჭაპური აწყვეტდა სახში გასქელებული ყავი, ამაზე კი არა მაქვს ლაპარაკი, მაგრამ რაღაცა ნორმა, ზომა რო ერთმანეთს არ დაემსგავსონ, მეტი არაფერი. ეხა ეს ტექსტი რაც ქალბატონის ლალისგან მოვისმინე, დედაჩემისგან მესმის ყოველ დღე, ჩემის მისამართით არა. ნუ იგივე ეს ერთი თაობის ქალბატონები არიან და ვერ დაივიწყეს რომ მაშინ უფრო ლამაზები იყვნენ და ეხლა კი ბატონო გეთანხმებით, მაგრამ გემოვნებები შეიცვალა ქალბატონ ლალი. ნუ ასე მოწონთ იმათ, მე არ მომწონს გეთანხმებით თქვენ. ინდივიდუალობა, ხარიზმა აუცილებლად ჭირდება ადამიანს, მაგრამ ნუ მათ ასე მოწონთ, არც გი ამაში დამნაშავედ თვითონ მიდის და უნდა რომ ასეთი იყოს და ნუ ამას წინ ვერაფერი ვერ უდგებ. უნდა ბატონმა გიამ რომ ინდივიდი არ დაიკარგოს. კარგი, დრო მოვიდა გია გვარამია მოვიხმოთ ჩემ სავარძელს და თხოვთ ბატონო გია, მე გადავინაცვლებ აქეთ სტუმრებთან. ბატონო გია. ჯერ მითხარით თქვენ ესეთი ცნობილი და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქირურგი და არის ფიქრობთ რომ რეკლამას უკეთებ, მე არაფერი არ მაქვს გაკეთებული, აი ეს. მაგრამ ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს. ბატონო გია, თქვენ მითხარით თქვენი ასაკი და რა ასაკზე გააჩერებდით დროს? მე ვარ 58 წლის, გაჩერებას არ ვაპირებ, არ ვფიქრობ, მაგრამ შინაგანად ვფიქრობ რომ ვარ 40-42 წლის მაქსიმუმ. ალბათ ეს მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ გავაჩერებდი 40 წელზე. როგორც თქვა ქალბატონმა ირმამ, გავაგრძელებდი ჩვეულებრივად როგორც მიდის. რა არის თქვენთვის ეს ასაკობრივი თემა? აი, როდის ყოფილა ყველაზე მძიმე? აი, ორნიშნა ციფრი, 40-ის მერე ვიღაცისთვის არის ძნელი აღსაქმელი და შესაძლებელი, ვიღაცისთვის 50. თუ პროფესიიდან გამომდინარე, თქვენთვის ეს საერთოდ პრობლემაა. სიმართლე გითხრათ, არასოდეს არ დავფიქრებულ არ ამაზე და არც მიგძუნია, რომ აი ხლა ამდენი წლის ვარ, ეხლა იმდენი წლის ვარ, აი ნეტავი იმდენი წლის ვიყო, ეს არ მქონია. სხვა შორის დღეს ერთმა პაციენტმა მკითხა, რომ მამაკაცებიც ასე მძიმად განიცდიანო ასაკსო? ხო? იცით ეს ყველაფერი დამოკიდებულია თვითონ როგორ ახარ განწყობილი. უკაცრავად, მაგრამ ყველაფერი აქედან მოდის. თავარია როგორი განწყობა გაქვს შინაგანი. თუ ხარ დეპრესიული, თუ ხარ მუდმივად განიცდით იმას, რომ აი რამეშველება ცხოვრება მთავრდება, რეალობას უნდა შეეგუოს ადამიანი. მაგრამ მეორე მომენტია, ქალბატონი ლალი როგორც ამბობს, რომ არაფერი არ უნდა გაიკეთო, ესე არ არის. მაშინ არც კბილები გაიკეთოთ, არც მაკიაჟი გამოიყენოთ და მიყევით მაშინ. ზომა არ შეიძლება. ავტო, მეც გადავკეთავ. მაგრამ ბატონია ერთი არა, მაშინ ეხა გიას ლაპარაკით პირიც არ უნდა დაიბანო, ამაზე არ ამბობ. მასე გამოდის, იცით როგორ? აბა, არა, ერთნაირები რო არის, კარგია ბატონო. დამანახეთ ერთი რომელიმე ერთნაირი ამ სტუდიაში. აქ არ არის გაკეთებული. ხო, აბა სად არის? აი საქმეც მაგაშია, რომც იყოს გაკეთებული, ამათ არავის არ ეთყობა. მე შემიძლია მოგიყვეთ დავშოთ ვის რა, როგორ თუ თითო შეხვდა. მაგრამ არა, მე არ ვაპირებ, მაგრამ ჩემთვის გასაგებია ვის რა აქვს გაკეთებული, მაგრამ თქვი ეჭვიეპარება ხალხს, თქვი რომ ტუჩით ჩემი მაგ და არ გადაჭიმა და არაფერი არ მაქვს. მე სხვა რამეს შეიძლება ადამიანს დააკვირდა და თქვა რა გაკეთებული, მაგრამ ეს არის ბუნებრივად, ეს არის რეალურად, შესაბამისად არ არის რაღაცა ნორმიდან გასული, ამიტომ ასეთი კითხვა თქვენ ნაწილობრივ თქვით ეს ამბავი, მაგრამ ნუ საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრებით ქალბატონები უფრო განიცდიან გარეგნულ, ასე ვთქვათ, დაბერებას, ნაოჭს, მართლა ძალიან ძნელად შესაძლებელია, ვიდრე მამაკაცები. მაგრამ აი თქვენს პრაქტიკაში ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც აი მამაკაცს ძალიან უჭირს ასაკთან შეგუება და აი ითხოვს, რომ ის მუდმივად ახალგაზრდულად გამოიყურებდეს. თუ ყოფილა, მოგვიყევით ეს შემთხვევები და აი რით ახსნით ამ კაცი რომ ნაოჭებს გაისწორებს. რამდენი წლის ცოლი მოყავს რომ ემზადება საცოლედ გია ეგეც მის. აბა რომ საკმაოდ ხშირია, იმიტომ რომ აქაც იგივე პრობლემაა, ხო? კაცები მოდიან ბატონო გია ნაოჭების გასასწორებლად. რა არაფერი ამაში გასაკვირი არ არის. მამაკაცები თმას ხო ინერგავენ. ყველას ხვდებით, ადრე ხვდებოდნენ რომ აი გადანერგილია. დღეს ეს არ ეთყობა ადამიანს, იმდენად შეიცვალა ტექნიკა, შეიცვალა ტექნოლოგია. შესაბამისად, ის რომ ადამიანი მოდის ჩვენთან, ჩვენთან კი არ მიმართავს ამ დარგს, ესთეტიკური მედიცინის, ხო? ეს მისასალმებელიც არის, იმიტომ რომ შინაგანად ის არ დაბერდა, შინაგანად ის არ ეპუება იმას, რომ გარეგნობა შეეცვალა და უნდა რომ იყოს ისევ ასეთი ახალგაზრდა გამოიყურებოდეს უკეთესად. აი რა არის ყველაზე მძიმე შესაძლებელი მამაკაცებისთვის?
ერთ ჩვენერ დღეს ადამიანი ატყობს, რომ საკიდან უყურებს სხვა. ზოგისთვის ეს არის 40 წლის ასაკში, ზოგისთვის არის 55 წლის ასაკში, უცებ აღმოაჩენ, რომ აქვს თვალი დაშვებული, აქვს დაღრმავებული ნაოჭი, შესაბამისად იწყება წრიალი, რომ აი რა ვქნა, როგორ აი შვიდად არის ქალბატონელი, მე რა არც არაფერი, ეს არის სწორი მიდგომა, მაგრამ თუ კი შეიძლება გამოსწორდეს, თუ კი შეიძლება რაღაცით ხასიათი გამოისწოროს ადამიანმა, რატომაც არა? ანუ ძირითადად რომ დავაკონკრეტოთ, დავშთა ეს თვალი. პირველი მომენტი არის მაინც სახის გარეგნობის შეცვლა და არა ზოგადად ფიგურის. და ღიპებს რას უშვებია? ღიპებსაც სინანული, მარტო სინანული წარმოიდგინეთ. ღიპები ნაკლები სვან და არ ეგნება ღიპები. აი, ქონიათ თუ არა? წარმოიდგინეთ. ბატონ გია, ქონიათ თუ არა რაღაც მართლა ძალიან უცნაური შემთხვევა, ამ შემთხვევაში მამაკაცებს გულისხმობ. ძალიან ასაკოვანი მოსულა და აი უთქვამს, რომ აი საერთოდ აი გადაჭიმა. კი, მაგრამ იშვიათად თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან ხშირად არა, მაგრამ იყო შემთხვევა ესეთი რამდენიმეჯერ, რომ ითხოვს, რომ გაკეთდეს ოპერაცია, მაგრამ ცოტა ალბათ მსახიობი თორე ხა ქართველი კაცი რატომ და ყამწი უჭირავს და ღიპიადებს და ნაოჭებს არის ლექტორი, არის ერთი მამაკაცი ამბობდა რომ მე ვარ ლექტორი და არ ვსიამოვნებს, როდესაც შევდივარ ჩემს სტუდენტებთან და ყველა თვლის რომ ძალიან ბებერი ვარ და შესაბამისად უნდა რომ გამოიყურებს უკვე, ანუ мотиваცია სხვადასხვა. არ არის ყოველთვის ის რომ დავუშვათ იმას ახალი წოლი შეერთვა უნდა და იქ რაღაც პატარა გოგო შეუყვარდა და ასე არ არის ამაზე საუბარი. მართალია, ხშირია ესეთი არგუმენტი, მაგრამ სხვადასხვა არგუმენტი აქვს, ყველა სხვა мотиваცია აქვს და ამაში არაფერი ესეთი არ არის. უბრალოდ ეგ არის რომ მამაკაცებისთვის გამახალგაზრდობელი ოპერაცია სახეზე უარესია ჩასატარებლად, მეტად ეთყობა შედეგი, კვალი ვიდრე დავუშვათ ქალბატონი. აქ მსახიობები არიან და ბევრი ძალიან საინტერესო რესპონდენტია, უბრალოდ ორს ვკითხავ, ზაზას და ონისეს. მითხარი, მართლა არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ, რამდენი წლის ხარ? 44-ის. მითხარი, შენ ოდესმე გიფიქრია რომ აი არ გჭირდება ახლა გიდასტურებ, მაგრამ აი შენი პროფესიისთვის რომ კარგად გამოიყურებოდე რომ რაღაც ან ქირურგიული ან რაღაც გაგეკეთებინა სახეზე. ჩემი აზრით მამაკაც უხდება პირიქით ნაოჭი, უხდება ეს რა ვიცი, რასაც მე ასაკი ამჩნევს და რა ცხოვრება გადის უფრო და უფრო საინტერესო ხდება და რა პირიქით. მე მგონია რომ მამაკაცებს ამშვენებს. რატომ მიმართავენ მაშინ ამ ხერხს ჰოლივუდის მსახიობები და ნაკლებად ქართველი როლისთვის? თქვენი აზრი რატომ? არ ვიცი, ვერ გასწრაფ. ონის. ყველაფერი მაინც მგონია რომ აქედან მოდის და აქედან. გულწრფელი პასუხები გნებავთ ჩემგან თუ ისე? აი გულწრფელი პასუხები მინდა და ერთი მოდით იცით რაზე შევთანხმდეთ, რაზეც ყველა შევთანხმდებით ისედაც რომ თავარია გული არ დაბერდეს, მაგრამ მე მინდა რომ ამ საყოველთაო ცნობილი სენტენციის მიღმა გავშალოთ ჩვენი დისკუსია. ონისე შენ მიმართავდი თუ არა, არის თუ არა შენთვის დეპრესიის თემა, ასაკის მატება, მსახიობი ხარ, როგორ უყურებ ამ? არასოდეს არ ყოფილა და ალბათ არც იქნება, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვამბობ, ყველა დრო ძალიან საუკეთესო და ლამაზია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ არც გავაჩერებდი დროს, არც უკან დავბრუნდებოდი, მით უმეტეს გავლილი რაც ამაქვს და კიდე ხა თავიდან რაღაცები მოკლედ. ნუ ასაკით, ჩემი ასაკი რო თქვა, ნუ ამბობ კიდევაც ხმამაღლა და არ მერდება, სულ რამოდენიმე თვეში 50 წლის გავხდები. რას ლაპარაკობ? კი ბატონო. არ არის ახლა გასაკვირი, იმიტომ რომ თმაც არ ვიღებავ, იმიტომ რომ ესე უფრო მომწონს და მეორე ნუ რაღაცა არც არაფერს არ მიმართავ, უბრალოდ ძალიან მომწონს ჩემი მარტოლი იმისწერი და ისა სალატი. არა. კარგი, ონისე რაზე ამბობ უარს? რომ რაღაც ფორმა შეინარჩუნო. უარს არაფერზე არ ვამბობ, არც პურზე ვამბობ, არც მყარზე ვამბობ, არც დალევაზე ვამბობ, არც რა ვიცი. ბატონო, ზომიერად ხო რა თქმა უნდა, ეხა შემიძლია მეც დავლიო 4 ლიტრა ღვინო, ძალიან ჩვეულებრივად მივირთმევ, მეორე დღეს ვარ ცოტა ცუდად რაღაც პატარა დროის განმავლობაში და მე ისევ გამოვკეთებ. არაფერზე უარს არ ვიძახი, ჩემ და საბედნიეროდ, უბრალოდ ხანდახა როცა მოვიმატებ 1 კილოს ან 2 კილოს ვეუნები ჩემ თავს, რომ ხა სცენისთვის ცოტა უხერხულია და მოდი თავს მიხედე და 6-ის მერე არ შევჭამან 7-ის მერე. კარგი, დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, გთხოვთ გადაინაცვლოთ თქვენს ადგილებზე. ჩემი რჩევა, მე რასაც ვაკეთებ ის მინდა გაუზიარო ყველას. აბერებს არააქტიური ცხოვრება, ჩემო მეგობრებო და საყვარლებო. აბერებს შური და ბოროტება. შური როგორ აბერებს? აი მოყევი. აი შურიანი ადამიანი ბებერია, ნუ აი როგორ ნაოჭი უჩნდება, გული უსყდება შურისგან და ბოროტებისგან. მოჭნული, მე ვეღარ გატკიცნებ. კაი, ერთი წამით მათ ჩვენი შურიანი ადამიანის სახე ონისე, აბა. მე მივიღო შურიანი. ხო, მე ბებერი უცებ.
აი ესეთი. რა ბებრულად არ გამოიყურე. არა, ნუ ცოტა ეს ამეთი აქ რაღაცა მომინაოჭა. დილას 8 საათზე ვიღვიძებ, მე ვდგები, მე მივდივარ სკოლაში ვასწავლი ბავშვებს 12 საათამდე ხარ, მე 12 საათზე გამორბივარ რეპეტიციაზე, ერთი რეპეტიცია მეორე, მე გამორბივარ რაღაც შვალეთში რომ ბავშვი მივიყვანო სადღაც, მე გავრბივარ ეს სპექტაკლს და ღამის პირველ საათზე მთავრდება ჩემი დღე. ყოველ დღე. ეს არის ჩემთვის აქტიური ცხოვრება, ესე რომ რასაკვირველია, ამიტომ არ დაბერდები არა. რაღაცები მემატება იქ ხან ტელევიზიაში მოვარდები, ხან ვიღაცა დამიძახებს, ხან რაღაც შეხვედრა მაქვს, ხან რაღაც ვაკეთებ და ესე რომ სულ ესე სპექტაკლი ხო თავისას აკეთებს კიდე და ანუ ჩვენ წეღან კარგად აღვნიშნეთ, რომ ჩვენ არ გვაქვს დაბერების უფლება არც ერთს. ჩვენ არ უნდა დავბერდეთ, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საქმე და უნდა ანუ სიბერე მოდის გონებიდან და არასხელი, თორე რა თქმა უნდა. გარდა ამისა, უნდა გიყვარდეს ის, რაც გაქვს. ცოტა გაქვს თუ ბევრი გაქვს, უნდა გიყვარდეს ის. და არასოდეს არ უნდა იდარდო და ინანო წარსული. წარსულიზე დარდიც და აი ეს რაღაც ვაიმე რა კარგი იყო და ხვალ რა ცუდი იქნება, ესეც აბერებს. აი სულ რამოდენიმე რაღაც, თორე პურსაც ვჭამ, ნამცხარს აჭამ, ხაჭაპურზე ვგიჟდები, არაფერს არ ვეკლებ, არც ვარჯიშობ. დანარჩენი კიდე ჩემი მაქვს ყველა. ეტიკასაც აქვს მნიშვნელობა, არავინ თქვა. აი ეს იმასაც ვჭამ, ამასაც ვჭამ, ეს უკვე გენეტიკასაც ვატინი ეცით, იმიტომ რომ არის რაღაცა. მაინც გონებიდან მოდის. ერთი ზოგადი კითხვა, ვიდრე ქალბატონ ირმასთან გადავალ. ყოფილა თუ არა შემთხვევა, ქალბატონებს ვეკითხები, ნუ მამაკაცებსაც თუ ყოფილა, მიპასუხეთ, როდესაც თქვენ დაგიმალოთ ასაკი. მე მართლა არასოდეს ეკა ჯერ ესეთი სადამალო ანუ არ დაგიმალო ქალე მთელი თბილისი იცნობს ორივეს ნინია ყველას იცნობს და პატარა გოგო უკვე ჩანდა შვილთაშვილი სადამალო ეს ჩემი ასაკი მე რო ბახუშტის გავყევი ვიყავ იმდენად პატარა რომ ესე იგი ნუ მთელი ქვეყანა იყო აღშფოთებული ой ეს წლოვანება ეს განსხვავება და რაღაცა მომენტი იყო ესეთი გამაცნო ჩემმა ბახუშტის ბიძაშვილმა ანუ ჩემმა მული რო ქვია მულმა გააცნო ჩემი თავი თავის მეგობარს და ნუ ვიფიქრე ეხლა კიდე ამის ის და ой ეს პატარა როგორ გაყვათ აი ეს არისო ჩვენი ბახუშტისო მეუღლეო და ой რა პატარაო რამდენი წლის ხარო და 37-ის მეთქი და ვარ 29-ის მაშინ და ნანამ შემომხედა გაგიჟებ ამდენი არ მოგვიკლია არავის ხო ნუ ასე არ გავთავხედებულოთ რომ ამდენი მოგვივიდა კამათი მე ბახუშტის უთხარი მე ბახუშტი მოკდა სიცილით კალო მე შენ მაგხელა იმიტომ მაგხლის იმიტომ მოგიყვანე რომ ეგეთი მინდა ხო ეგეთი ხო ნუ აი ესეთი პარადოქსი ქალბატონი ირმა რომლის ბიოგრაფია მართლაც უკვე ზეპირად ვიცით ყველამ რა როგორ და ამიტომ ყველა ადამიანისთვის თქვენი ასაკიც რაღაცად გაჩერდა ქალბატონო ირმა იმიტომ რომ მართლა რაღაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მუდმივად გამოიყურებით რაღაც ერთ-ერთ ასაკზე ხო მაგრამ აი წეღარაც იკითხე რომელი ასაკი იყო რთული ჩემთვის 40 წელი იყო აი დეპრესიის არა ვარ ხა მე საერთოდ მშვიდოსანი ვარ და ძალიან ოპტიმისტი ვარ ძალიან საქმიანი ვარ ძალიან აქტიური ვარ მაგრამ ისე ცუდად ვიყავი 40 წლის რომ სერიოზულად შეწუხდა და თუ გინდა გამოგიცვლი პასპორტს რომ მიდღრეთ რომ აი ვერ ვიტანდი ჩემთავს 40 რასაც ცილო ეხლა რო ვფიქრობ სალომე ხდება მალე 40 წლის ჩემი შვილი და ხო და აი რატო არის ეს 40 დავიწყე დამალვა აი არ ვიცი ეს იყო ჩემთვის რომ დამთავრდა ცხოვრება რაღაცა ჩეხოვის გმირების ის დამემართა სინდრომი რომ დამთავრდა და მე ვერაფერი ვერ მოვასწარი რისთვის დავიბადე შეგზნება მქონდა სრული რაღაცა უნიათობის მოქმედობის და ნუ არა ფრის პერსპექტივის თან ცუდი წლები იყო 90-იანები აი შუაო თქო სიბნელე არა პერსპექტივა არაფრის კეთების საშუალება და ვიყავი ძმარსაც ცუდად მაგრამ ნუ ძალიან მალე მოვედი რა თქმა უნდა გონს მოვეგე და დავანებე თავი ბრძოლას ასაკთან ანუ აი სოფომ თქვა შური აბერებსო მე დავძენ ბრძოლა აბერებს საერთოდ ყველაფერთან ებრძვი ბერდები იმიტომ რომ ებრძვი იტანჯები უნდა შეეგუო შეიყვარო დაიმეგობრო კი არა შეიყვარო შენი ასაკი და ამაზე კარგი შეგრძნება რომ ეხლა შვილიშვილები მყავს 3 უკვე და ამაში იმხელა სიამოვნება და რო კარგად ხარ და ხარ უკვე ბებია ხარ უკვე რაღაცა გააქვს უკვე უკან ცხოვრება გავლილი გაქვს არ არის ესე ადვილი ხო და ამ დროს კარგად გრძნობ თავს რაც თავარია კარგად გამოიყურებ და ეხლა შემთხვევით კარგით ხარ ეს ასაკი მომწონს თქო იმიტომ რომ 40 წლის 30 წლის ვიყავი ცოტა იმპულსური ცოტა აგრესიული არცვეს არ ვიყავი არც ბოროტი მაგრამ შეიძლება რაღაცა ზედმეტი მეთქვა რაღაცა კრიტიკის ქარცელს ხში რაღაცა გამეტა ეხლა ძალიან დავჭყვიანდი დავღვინდი ვიცი სად რა ვთქვა სად არ ვთქვა ვიცი რა მინდა რა არ მინდა უფრო კარგად ვიცი და აქედან გამომდინარე ძალიან კომფორტულია ჩემთვის ცხოვრება დღეს რაღაც ასაკის შემდეგ 40 წლის შემდეგ ზოგისთვის სულაც არა 40 წლის შემდეგ მაგრამ რაღაცებზე უარს ამბობ
ვიყოთ. ნუ პირველი ყველაზე ბანალური ეს არის ხმაურიანი წვეულებები და მუსიკა ძალიან მაღალ ხმაზე. მიყვარს, რატო არა? რესტორანში მუსიკაც მიყვარს, ცეკვაც მიყვარს. ნუ დისკოტეკა. სიმღერაც კი მიყვარს. დისკოტეკა არასოდეს არ მიყვარს. კი, როგორ არა. ნუ ალბათ ხო ეს ძალიან ესეთი ხალხმრავალი თავშეყრის ადგილები, რომელიც არც ადრეა მაინც არ მიყვარდა და კიდევ რა? აი რას ვებრძვი დღეს? ერთადერთი ზედმეტ კილოგრამებს. 1 კილოგრამი არის 2 წელი გარეგნულად ჩემთვის. აი როგორც კი გადავდივარ 60 კილოს, მე 2 წლით მოხუცი ვარ. კიდევ 1 კილო მოვიმატე, 4 წლის აი გრძნობ რო საშინლად გრძნობ თავს და შეგრძნება. როგორ ისე გამოიყურები, როგორც თავს გრძნობ. ხო სწორს ვამბობ გოგო იყო. შინაგანად როგორც გრძნობ თავს, აი მაშინ გეუნებიან კომპლიმენტს, უცე შენ თავი ლამაზი გეჩვენება, გონია და შეგრძნება გაქვს ასეთი. მე მინდა თეა დარჩიას თხოვო ჩვენთან, თეა გთხოვთ. ეს მართლა არაჩვეულებრივი და უნიჭიერესი არტისტი მოცეკვავე, რომელიც მართლა დღესაც, როდესაც გადის სცენაზე და ვინც თეას თქო ცეკვას უყურებს, მართლა არის აი რაღაც არა თუ ასაგზე, აი საერთოდ რაღაც ამ თემაზე საერთოდ არ ფიქრობ. თეა ფიზიკური ფორმა, არა ხა არის ძალიან ბევრი შეიძლება თეას წლოვანების, მაგრამ ის ბევრად ცუდად გამოიყურება. მაგალითად ამას წინათ ნახე ერთ-ერთი მიმოხილვა იყო იმავე ჰოლივუდის ვარსკვლავების, ზუსტად ერთი და იმავე ასაკის ქალბატონები კარდინალურად სხვადასხვაგვარად გამოიყურებოდნენ და ეს არ იყო კავშირში მხოლოდ ოპერაციებთან. თეა, ის რომ შენ მუდმივად ფიზიკურ ფორმაში ხარ და სულ ცეკვავ, ეს გასაგებია, ყველამ ვიცით, მაგრამ ალბათ არის კიდევ რაღაც სხვა, რაც შენ გაძლევს სტიმულს, რაც შენ გაძლევს აი იმას, რომ აი ესე გამოიყურებოდე. რა არის ეს? სიყვარულის ნიჭი ალბათ, შენდობის ნიჭი, ბოროტებას არ ვიჩერებ გულში. აი თუ გრძნობ რომ ადამიანმა გული უნდა მატკინოს, მე ის არც მესმის, ყურებს ხუჭავ, რაღაცნაირი უნარი მაქვს, მადლობელი ვარ ძალიან ღმერთის ამისთვის. არ მახსოვს არაფერი, არც ერთი გულისკენა, არც ერთი ადამიანისგან. არ მახსოვს, ავტომატურად ვივიწყებ, იმ წუთას ვივიწყებ, როგორც კი გრძნობ რომ გული უნდა მატკინოს. იმდენად მგრძნობი არა. არ ვიცი, ეს თავისთავად ხდება. აი თავის ავტომატურად, აი რომ ვიცი რომ ეკა ბავშვობიდან ვიცნობ და გიცნობ ბავშვობიდან და თითქმის ტოლები ვართ, ხო? მე მგონი ტოლები ვართ. ერთ წელს პატარა. პატარა ხარ ხემზე, შენ გაიხარე და მე უბრალოდ იმის თქვა მინდა რომ სულ სიყვარულში ვარ შეფუთული. მართლა რწმენა ადამიანი, რომელიც აი აქვს ეს რწმენა ეკლესიურად ცხოვრობს, ეს კიდევ რაღაც სხვა სიმშვიდეს აძლევს, რასაკვირველია. ეს არის ის რეცეპტი, სწორი. ეს არის შენი გზა ცხოვრებისა, რომელიც გაცილებს ბევრ უბედურებას. აი მარტივად მითხარი, როგორ ნერვები არაფერზე არ გეშლება? აი არ იშლი ნერვებს? აუცილებლად ახლა ნორმალური ცოცხალი ადამიანი და თან ძალიან აფექტური და ძალიან გრძნობიარე და ძალიან ტემპერამენტული. ხო, შენ არ ხარ ისეთი განყენებული თოვლი დედოფალი. ხო, არა, მე მშურს ეგეთი ადამიანების, თეთრი შური თუ შავი არ ვიცი, შური შურია. მე ადამიანების მშურს, რომლებიც არ იმჩნევენ არასდროს არაფერს. მე ეს არ შემიძლია. მაგრამ მე თვითონ ისეთი იმდენი დანაშაული მაქვს ჩადენილი და იმდენი შეცდომა მაქვს ჩადენილი, რომ არ მაქვს უფლება უბრალოდ სხვა ადამიანს არ ვაპატიო. კარგით, მაშინ აი ესეთი კითხვა ჩემს ორ ქალბატონს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ასევე ძალიან მოქმედებს ადამიანზე სტრესი. და ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული. სტრესს ჩვენ არ ვიგონებთ, ეს არის გარემო ფაქტორები, დაუშვათ იგივე პოლიტიკური მოვლენები, მსოფლიო რაღაც პრობლემები, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და მე იქით წვრილმანები. აი სტრესის დროს როგორ იქცევით, როგორ იცილებთ ამას, როგორ გამოდიხართ სტრესიდან, ქალბატონებმა და თეა. კიდევ ერთი უპირატესობა ასაკის. თქვენ ასაკში ვერ გამოვდიოდი და შეიძლება მაშინაც თუ ახლა ერთი 3 დღე შეიძლება ძალიან ცუდად ყოფილიყავ და თანდათან გამოვდიოდი. ახლა ერთი დღე მყოფნის რომ ეს სტრესი რაღაცნაირად გადავიტანო და უფრო საღათა უფრო ფილოსოფიურად უყურებ ყველაფერს, რომ ესეა ცხოვრება მოწყობილი, არ არის ყველაფერი კარგად, არ უყვარხარ ყველას, თუმცა იმდენ ადამიანს უყვარვართ მეს და თქვენს, რომ მართლა ღვთისწყალობა ალბათ, ხო თია და ვიღაცას არ უყვარვარ, ვიღაცას ნერვებს უშლი. როგორ არა, ალბათ, იმიტომ რომ არის რაღაცა ბოროტებაც მოსულა ჩემამდე, რაღაცა სტრესის საბაბი, როგორ არ ყოფილა, მაგრამ
უფრო ადვილად არა, მოდი სტრესი თანამედროვე ცხოვრებაში გარდა იმისა, რომ ვიღაცას არ უყარხარ, არის სამსახური დაკარგე, ფული არა გაქვს, კრედიტი გაქვს. ყოფილი პერიოდი ფულიც არ მქონია, კრედიტი არ ამიღია არც ერთ ჩემს. მაგრამ აი ასეთი ტიპის პრობლემებს გულისხმობ, აი რაღაც სერიოზული პრობლემები. აი ამ დროს რას აკეთებ? აი გეუბნები, ადრე შეიძლება გადავყოლოდი ასეთ პრობლემებს და ძალიან მინერვიულა და ასაკი მეხმარება. ნუ რა ვქნა, რომ ვინერვიულო რა შეიძლება? არაფერი აღარ მინერვიულობ. არა, ხო აი სულ იმას მეუბნები, რომ ამდენი ენერგია საიდან დღეში 4 რეპეტიცია როგორ ქაჩავ. იმდენს მაძლევენ თვითონ ბავშვები, რომ ხანდახან ვფიქრობ, ალბათ აქეთ ფული უნდა გადაუხადო, რომ აი ესეთ სიყვარულს და ესეთ ბედნიერებას მჩუქნიან ბავშვები, 4 წლისები. სტრესთან დაკავშირებით მაინც მე აქ ყველაზე უფროსი ვარ და კომპლიმენტებს რომ მეუბნებით, ეხლა მე გეტყვით რა არის ჩემი რეცეპტი, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად იცის ჩემი ცხოვრება. სულ არ იყო დალხენილი ცხოვრება, ძალიან მძიმე დარტყმები მქონდა ცხოვრებაში. ერთი კი არა, 10 ქალი შეიძლება ვერ გაუძლებდა. ყველაზე უკეთესი რეცეპტი, როდესაც არის ასეთი რაღაცა, აი პირდაპირ ფეხქვეშ რო გეცლება მიწა და ყოველთვის მქონდა ერთი რა და ჩემზე უკეთეს ქალებს უფრო მეტად უჭირდათ. მე მქონდა ესეთი პერიოდი, როდესაც იმ კომუნისტური ცხოვრებიდან ისიც მქონდა თავის დროზე, მაგრამ მე იყო ამოყირავდა ყველაფერი და თელი საწყალ ერეკლი ატრიეს თელ საბჭოთა კავშირში და მე დავსდებდი. მარტო კაკალი სად კაცმარიცის რომ მოგცე ხა გლობუსი ვერც იპოვე იმ ადგილებს, რაღაცა უნდა ეძებო რომ ვიღაცას შენზე უარესად უჭირს და არა გაკუფლება წაიფორხილო და არ უნდა დარჩე იქ ჩაი არა გამოდი გააგრძელე ცხოვრება ჩემი რეცეპტი. კი ბატონო, მადლობა თეადარჩიას ირმა მის ცხოვრებაში მოხდა ის რომ ის გახდა ავად, დაჭირდა ოპერაცია და ამის შემდეგ დაიწყო ახალი ცხოვრება. ბატონო რა მოხდა, რა იყო, რა ტიპის ოპერაცია იყო და რა დაიწყო მას მერე? პირველ რიგში ვიტყვი რომ მე გავჩერდი 29 წელზე და პასპორტით 52 წლისა ვარ რა. და არაფერი, უბრალოდ მადლობა უფალს, რომ რაც მე ჩემ ცხოვრებაში მიმაიმუნია, ესე როგორც იტყვიან, მაინც ღმერთმა მაპატია და გადამარჩინა. მადლობა იმ უფალს, რა თქმა უნდა და იმ ექიმებს, ვინც მე გადამარჩინეს. ეს ხო გულის ოპერაცია, ხო ბატონო? გულის ოპერაცია და რა ვიცი, ახლა ახალი გული მაქვს, მე მგონი უფრო 26 წლისა. გაახალგაზრდავდით. კი. ასაკი არ არსებობს, არსებობს ის, რომ მე ჩემი თავი ყოველთვის ახალგაზრდა მგონია და ამ ცხოვრებას უნდა მიყვე რა, უკან აღარ არის გზა, მარტო წინ უნდა წავიდეთ, ესე ვფიქრობ და დაძრისკენ უნდა წავიდეთ ნამდვილად რა. ბატონო, როდესაც მე ვეკითხებოდი ჩვენ სტუმრებს, რომ აი რაზე ამბობ უარს იმისათვის, რომ შეინარჩუნო თუნდაც ფიზიკური ფორმა, დაუშვათ ცხოვრების წესი არ ქონდა. მე ისეთი ცხოვრების წესი მქონდა, რომ ნამდვილად რომ არაფერზე არ ვამბობდი უარს და ერთი პერიოდი იყო, როცა 29 წლის ვიყავით, 28 წლის, უკვე თმა მცვიოდა და ამაზე ნერვიულობდი, მეთქი, მაგრამ გამცვივდა ეს თმა და ეხლა ისაც არა მაქვს, რომ ავიღო და ჩავისვა ეს თმები და არც მაქვს მაგის სული. რაში მჭირდება. ამიტომ მე ესე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, რაც ღმერთმა მოგცა, იმით უნდა ვიყოთ მაყოფილები. აი, ეხლა რა ხდება? ეს ოპერაცია საკმაოდ სერიოზული ოპერაცია იყო რამდენად? კი, ნამდვილად. ნუ პრინციპში მე უკვე მესამე ოპერაცია მაქვს. ადრე სტენტები მეყენა და ეხლა იყო შუნტირება, უკვე გამჭრეს და ნუ არ მინდა ეხლა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მე მინდა მართლაც რა დიდი მადლობა უთხრა იმ ექიმებს, აი მართლაც რა მაგარი ექიმები ყავს ჩვენ, რა ქართველი ექიმები. მოდი დავეთანხმო და მინდა მადლობა, მინდა პირადად რა ზვიად ბახუტაშვილს უთხრა დიდი მადლობა ჩაფიძეს კლინიკაში და ყველა იმ ადამიანს, ვინც აი სისხლის ბანკია, კიდე ჩემი მეგობრები არიან და ყველას. მე მგონი მაინც ყველაზე მაგრად ადამიანს აბერებს სასმელი რა და სიგარეტი რა. ნამდვილად რა, განსაკუთრებულად არაყი. მაგრამ ღვინო მაინც ქართულად ახლა ცოტა დოზებში შეიძლება რომ მივიღოთ. მე მინდა 2 წყვილი გამოვიხმო. გთხოვთ და თქვენც გთხოვთ. ზაზა კოლელიშვილი, ნათია გოგოჭური და თეაგო ბეჯიშვილი და ნიკა ლომიძე. ნიკა, ის რაც ცოტა ასაკმა გადაწია უკან, რაზეც უარს ამბობთ ახლა.
ექსტრემალურ სპორტზე ვთქვი, ნაწილობრივ უარი. მეტი არაფერი. შეგენებთან ერთად აღარ ყინთავ? ყინთავ. კარგი და იქამდე რას აკეთებდით? რაღაცებს ვაკეთებდი უფრო საშიშს ვიდრე ეხლა. ეს ალბათ ასაკის ბრალი არ არის, უფრო ალბათ ბავშვმა გამოიწვია ეს ამბავი. მამურმა ინსტინქტებმა. თორე ისე არაფერი, რა ვიცი, ალბათ ცოტა ხო, შესაძლოა შენს დამეხმარე. ცოტა დავჭკვიანდი ალბათ. მაგრამ აი რა არის თქვენი აზრით, თეა? სტიმული, საფუძველი იმისა, რომ აი მუდმივად გიხაროდეს ცხოვრება, მართლა გამოიყურებოდე ახალგაზრდულად, გრძნობდე თავს ახალგაზრდულად. აი თქვენთვის რა არის სტიმული? მე არ ვიცი, როგორ შეიძლება არ გიხაროდეს, როცა საყვარელი საქმე გაქვს პირველ რიგში. ეს ხო ბედნიერება არის. ყოველ დღე როცა შენი საქმისგან იღებ ამ ხელა სიამოვნებას და ესეც სიხარულს, რა თქმა უნდა, უკვე ბედნიერება. მე მაგალითად სულ მინდა მივიდე და არასდროს არ მინდა წამოვიდე. ნუ მოვდივარ, იმიტომ რომ მე სახში მხდება კიდევ ერთი ბედნიერება. იმიტომ რომ არა, მართლა იმიტომ რომ ვთქვათ მყავს ნიკა, რომელთანაც ჩემი ცხოვრება იმდენად კომფორტული არის, რომ ნუ ალბათ იმის იქით აღარ არსებობს. ესეც ხომ ძალიან დიდი ბედნიერებაა და როგორ შეიძლება ეს არ ვიგრძნო და აი ესეთ ბევრ სიხარულს და ბედნიერებას მე ვგრძნობ და რა ვიცი რა მეტი რა შეიძლება მინდოდეს და რამ შეიძლება რომ დამაბეროს. კი შეიძლება ალბათ დავბერდები ფიზიკურად, მაგრამ იმდენად შინაგანად სრული ჰარმონია მაქვს ცხოვრებასთან, რომ რა ვიცი. დავამატებ, ხო? ნახე, ჩვენი სამყარო ეხა არ დავიწყებ დიდ ფილოსოფიას და მეცნიერების სიტყვებს არ გავიმეორებ ასე შემდეგ. ძალიან მარტივია. ვართ აწყობილი გრავიტაციაზე. ხო მართალია, თავიდან ბოლომდე მიზიდულობის ძალა ჩვენს გარშემო. რასაც გასცემ, იმასვე მოიზიდა უკან. ხო მართალია, რაც უფრო ბევრ ღიმილს, ბევრ კეთილ სიტყვას, ბევრ კეთილ ემოციას და კარგს გააკეთებ, იგივე დაგიბრუნდება უკან. ეს მე აისახება შენს როგორც გარეგნობაზეც, ისე შინაგან სამყაროზეც და იქნები ძალიან კარგად. დილას თუ გაიღვიძებ, უბრალოდ სარკეში რო ჩაიხედო და შენ თავს გაუღიმო და მადლობა უთხრა, უკვე კარგია ის დღე და კარგად დაიწყება. მე მგონია რომ თუ არ ვბერდებით მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენს ირგვლივ არ არიან ის ადამიანები, ვისი გვერდში ყოფნა წიწოს ალბათ შენს დარდს, ნერვიულობას, გარემო რომელშიც ჩვენ ვარსებობთ, უნდა იყოს უფრო შენს მდგომარეობასთან ახლოს. რატომღაც დიასახლისის მდგომარეობა და დიასახლისობა ბოლო დროს აღარ ითვლება საქმეთ. და მე ვთვლი დედობა და დიასახლისობა ეს არის ყველაზე რთული, ყველაზე პატივსაცემი და ამასთანავე ყველაზე უფრო რელაქსაციის მომცემი ქმედება. ნუ რამდენიც მყავს ღმერთმა? 6. მე 6 მე ვარ. მე 6 თქვენ ხარ ბატონზად. და კიდევ მეორე მე ისე ვარ მომხრე რა ვქნა ამ გენეტიკის ძალიან დიდი ძალა აქვს ამ გენეტიკას. ხარ თუ არა ახალგაზრდა ვიზუალურად. და ნუ გვიყვარდეს ერთმანეთი ეს არის ჩემთვის და გაეცი ყოველთვის, უთხარი ყოველთვის. მე არ მახსოვს დღე, აგერ ზაზად ყოველს არ მათქმევინოს, რომ ზაზას არ ეთქვას ან მე არ მეთქვას. იმიტომ კი არა ესეთი უბრალოდ რომ იციან რაღაცა ჰოლივუდურ ვარიანტში, რომ მე შენ მიყვარხარ. აი მე შენ დღეს გითხარი? კარგი, მართლა, რა მაგარი. დამავიწყდა, არა და აი ასე მართლა ეკა. მართლა ასე ვცხოვრობ. თუმცა კი, ეკა მართლა გვაქვს ისეთი ოჯახი, რა ჩემი უკვე დაახლოებით მიხვდი ჩემი ტემპერამენტი. ყველაზე უფრო არეულ პერიოდს, ყველაზე უფრო არეულებით დავხვედრივართ. მე სულ ვიძახი ჩემი რაღაცა იტალიური ოჯახი მაქვს, რაღაც თეფშების როლაც ყოფილა. მე მგონი თეფშებმა რაგბია, აი ეს თეფშებს ისრის ქალბატონი ნათია და მე შუაში მე ძალიან მიხვარ. კი, მაგრამ გენიალურია, როცა იბუტები და რიგდები. ეს გაგეცინება რომ რა სისულელია. რისი გულის რომ მომხვედრო და ამას კაი მიზანი აქვს თო. მე ვაცდენი თორე. ნარე ხო ზაზასთვის არასოდეს მისვრია, მაგრამ ნუ დამიმტრევია, შეგვიძლია ხომ და დამთავრდეს მithქვა. არა ვარ რომანტიკოსი ძალიან, მაგრამ ერთი რამე ვიცი რომ აი სიყვარულმა და მოთმენამ ერთმანეთის მიმართ, აი ჩახუტება მოკლედ ესე ვიტყვი ძალიან მოკლედ, აი ეს 31 წელი რაც მე და ნათია ერთად ავართ დაწყებული აი არაფრიდან გვაქვს დიდი ოჯახი და ეხლა დაგვეწყო რა იცი რომ მეტი თავისუფალი დრო გვაქვს. გაიზარდნენ ბავშვები. ბავშვები გაიზარდნენ, აღარ არიან თავის სახლები აქვთ, იქით არიან და იმ დღეს დავჭით ორნის სახლში. არავინ არ არიანტო. არავინ აბსოლუტურად. რო გადააფურთხებდი ბავშვს დაეცემო და აღარავინ აღარ არის სახლში და
მაიცა ეხლა. ხო და არა, მთავარი რა არის, იცი რომ ვარ ესე უკვე. რა უნდა გავაკეთოთ? რა უნდა გავაკეთოთ? ეხლა ეგ ცალკე რომანია, მაგრამ რო არა ყოფილიყო აი დღემდე სიყვარული, არაფრის გამკეთებელი მე არ ვიყავი ისეთი ჯიუტი კახელი ვარ მე რომ მე ჩემ ხოშზე მიყვარს ცეკვა. ამიტომ მე მიმაჩვია ნათიამ იმას რომ მივეჩვიეთ ჩვენ დუეტში დაკვრას. და ეს დუეტში დაკვრა მომეწონა. დაჟე იმას მივახციეთ ჩვენ რომ ნათიას საკუთარი ხელით გამოვაქ ვისკი, როდესაც ჩემი დალევის დრო მოდის. არ არის ყოველდღე დალევა კარგი. და ბოღმა არ უნდა შეუშვა და წყენას არ უნდა დააბუდებინო გულში. აი რო გეტყვიან ერთ კარგს, შენც კარგი უნდა უთხრა ადამიანებს და კარგი უნდა ეძებო. მე Facebook-ზე იმიტომ მიყვარს შესვლა, რომ მე ვალაიქებ და არ ვიგინები. თუ შეგინება მინდა პირადად ვაგინებ ყველას სიამოვნებით შევაგინებ პირადად თვალს რო გაუყრი მაშინ Facebook-ი მინდა დაახლოებისთვის და მოფერებისთვის მე დიდი მადლობა ჩვენს წყვილებს ასეთი რამ ალბათ გაგიგიათ ყველას ეს ძალიან ცნობილი ფილმი იყო საბჭოთა კავშირის დროს როდესაც იქ არის ესეთი ფრაზა რომ 40 წლის შემდეგ ცხოვრება მხოლოდ იწყება იცით ეს ცნობილი ფრაზა როგორ ფიქრობ 40 წლის შემდეგ ცხოვრება მხოლოდ იწყება თუ არა და დაგიწყია თუ არა შენ რამე აი ესეთი რა თქმა უნდა იწყება აბსოლუტურად ვეთანხმები მე კიდე ერთი ფრაზა გამახსენდა ამერიკული ფილმიდან იქ ხანდაზმული ქალი იკეთებს პლასტიკურ ოპერაციას და ამბობს რომ ნიუ-იორკში აღარ არიან 60 წლის ქალები მე ბოლო დავრჩიო მე ვატყობ რომ ქართული ქალები აღარ ბერდებიან და ამას თავისი ახსნა აქვს ალბათ ნუ ერთ-ერთი მიზეზი ეს არის უდიდესი კონკურენცია იმიტომ რომ არავის არ უნდა ხანში შესული თანამშრომელი და ძალიან ხშირად აცხადებენ ესეთ ვაკანსიებს 35 წლამდე იცი რა დღეს თქვენთან სტუდიაში არიან ბედნიერი ადამიანები უკლებლივ ყველა ბედნიერია რატო იმიტომ რომ არიან წარმატებულები აქვთ ვინ პირადში, ვინ კარიერაში, მაგრამ ყველა აბსოლუტურად არის წარმატებული ადამიანი. შესაბამისად, მათი ისტორიები არის ესეთი ძალიან ოპტიმისტური და რაღაცა ცოტა რაღაც ისე მომეფინა რაღაცი ჰარმონია და რაღაც. სინამდვილეში ხო ესე არ არის, ანუ ზოგადად ძალიან ბევრი პრობლემაა. არა, ესეა სოფო, იმიტომ რომ ყველა თქვენს რეალიზებულები ხართ თქვენს პროფესიაში. ნუ რა ისტორიებიც მე დღეს მოვისმინე, აშკარად ბედნიერი ადამიანების ან მაშინ თქვენ იტყუებოდით, არ ვიცი. მე ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა. შესაბამისად, მე ვიტყვი ესე, რომ რეალობა არის სხვა. შენ ეძებს სამსახურს, შენ გეუბნებიან, შენ 40 წლის ხარ და აღარ გჭირდები, ხშირად ამას პირდაპირ გეუბნებიან, რომ იცი რა ჩვენ გვინდა ახალგაზრდა და ენერგიული და ლამაზი და ადამიანები იმისთვის რომ იყვნენ კონკურენტ უნარიანები იძულებულები იყვნენ ახალგაზრდები. ანუ ეს არის მოდა ახალგაზრდებზე და ახალგაზრდობაზე. მეორე, სექსი. სექსი ახლა სხვანაირად არ გამიგოთ. წინა თაობის ადამიანებისთვის სექსი იყო როგორი მომენტი, იცით? ანუ ქალები ძირითადად მაინც თხოვდებოდნენ და ეს მიდიოდა ყველაფერი ეტაპობრივად. დღეს ახალგაზრდების უმეტესობა მიდის თავისუფალ სქესობრივ ურთიერთობებზე. შესაბამისად, იმ ქალებს, ვინც არიან 30 წლის ზევით და არიან განქორწინებულები ან მარტოხელები, მათთვის პარტნიორები აღარ არსებობენ, იმიტომ რომ ის ახალგაზრდა გოგონები არიან ამ თავისუფალ ურთიერთობებში. რატო უნდა მყავდეს არ გეწყინოთ ბატონო თამას, მაგრამ რატო უნდა მყავდეს 40 წლის ქალი საყვარლად, როცა იგი 20 წლის გოგონა ძალიან ბევრი თანახმა ამ სექსზე. ამიტომ 40 წლის ქალი იძულებულია მივიდეს ბატონ გიასთან, კაი ახალგაზრდავოს თავი, გამოიყურებოდეს კარგად და გახდეს მომხიბლელი ახალგაზრდა მამაკაცებისთვის. თქვენ წეხამ ბრძანეთ საყვარლად, საყვარელსა და შეყვარების დიდი განსხვავება. უნდა გიყვაროს. მორალზე ამჟამად არ საუბრობთ ცოტა სხვა რამეზე. გეთანხმებ. აი მე მაგალითად მე დამიდგა ასეთი მომენტი, შეიძლება ახლა ყველას გაუკვირდეს, მაგრამ მაინც ვიტყვი, იმიტომ რომ სულ ერთია საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა იცის ეს ამბავი, რომ მე გადავწყვიტე, რომ კვლავ კიდევ შემექმნა ოჯახი. გადავწყვიტე, მაგრამ აი როგორც კი მივიღე მე მილოცვები და რომ გავიაზრე რომ მე რაღაცა ძალიან დიდი უფლება და მოვალეობები უნდა შემეცვალა ჩემი ცხოვრება, მე მაშინვე უკან დავიხიე და მივხვდი რომ არც ის სიბერია საშიში, არც ის და მარტობა საშიში, ყველაზე კარგია როცა შენ შინაგანად ხარ
ბედნიერი შენი საქმით, თავისუფალი ხარ, აკეთებ შენ საყვარელ საქმიანობას და ამის გამო არ აღარ არც შეშინება რომ აი ჩემზე ახალგაზრდები არიან და აი მათთვის უფრო ლამაზი იქნება ცხოვრება. არა, შენთვისაც ლამაზი იქნება ცხოვრება, თუ შენ თვითონ ამას დაინახავ, ამ სილამაზეს თუ დაინახავ და ამიტომ მე რა თქმა უნდა ის გადაწყვეტილება შევცვალე, რა თქმა უნდა ის ყველაფერი დავაგდა. მოკო თქვენი სიყვარული არ შედგა ეხლა. არა, არ შედგა. თქვენ გააჩერეთ ეს ამბავი? კი, მე შევცვალე ყველაფერი. იცით, ჯერ ერთი შინაგანად იყო იმდენად არა, არ შემეშინა. არა, ჯერ ერთი ეს იყო აგებული იყო რაზე, იცით, რომ აი ვაიმე მე მარტო ვრჩები. ამაზე იყო აგებული, თორე მე ვიგრძედი რომ შინაგანად მე ისე ვახუშტის ვეკუთვნი, მე ვერ მოვშორდი, მე მისი საკუთრება ვარ, სამნიხო ვერ ვიცხოვრებთ. ანუ მე ისე ვიქ დავრჩი და ეს არ მოხდა. ანუ იმ შიშს დაძლია, ისე ანუ მარტობა მირჩევნია. ვიყო ისე მე ვიტყოდი რომ ბატონ ვახუშტის თავის დროზე მართლა ძალიან დიდი სიყვარული შეხვედრია ქალბატონი მზეოს სახით, ის ალბათ ეხა ისეთი ბედნიერი იქნებოდა ხა ამ სიტყვებს რომ გაიგებდა თქვენგან. ძალიან ამაყი იქნებოდა ამის გამო. ზაზა, კაცებს უჩნდებათ თუ არა კომპლექსი ასაკის გამო? ხო ვამბობ, აი რაც დრო გადის, ჩემთვის უფრო და უფრო საინტერესო ხდება ცხოვრება. მე მგონი მამაკაც პირიქით უხდება ასაკი. უხდება გამოცდილება. უხდება ის რომ მამაკაც არ აქვს უფლება უდარდელობის. ქალმა შეიძლება, ბავშვმა შეიძლება მისცეს თავს ამის უფლება. მამაკაც პირიქით. კი ბატონო, მე მინდა ერთ-ერთ ყველაზე მხიარულ და ოპტიმისტ ადამიანს, ნუცა ჯანელიძეს ვკითხო, იმიტომ რომ მე მგონი ნუცას რეცეპტი სახეზეა. ნუცა, მართლა მაინტერესებს, ოდესმე ხარ ხოლმე ცუთხასიათზე? პრობლემების გარეშე არავინ არ ვართ, მაგრამ რო გამოვამჟღავნო რა? აი რა იქნება ჯერ ერთი. მეორეც ერთი მე ყოველთვის ვცდილობ რომ მე თვითონ გადავლახო თუ კი რაღაცა მაწუხებს. დედაჩემი რო გარდაიცვალა 86 წლის იყო. მაგრამ ისე ფორმაში გარდაიცვალა ის წითელი პამადა, აქ ჟემჩუგები ეკეთა, წითელი ლაქი, შავი თმები, რომ არავის არ ეგონა რომ 86 წლის იყო. იმიტომ რომ არასოდეს არ იყო შურიანი. ისეთი ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრა ამ ქალმა. თუმცა მეუღლე გარდაიცვალა ძალიან ჩვენ რო პატარები ვიყავ. დეჭი მეუნებოდა ხოლმე გოგო პასპორტი გადაშალე ხოლმე ხანდახან. ჩაიხედე ხოლმე შიგრა ამღელახანო და ვერ გადავშალე. მე მინდა ეხლა ერთ სტუმარს მოუხმო აქ ჩვენთან სტუდიაში. ძალიან ხშირად არის ის ტელეეკრანებზე ის ძალიან ცნობილი მომღერალი არის. უბრალოდ ჩემი დაკვირვებით ერთი რამ ხდება მის გამოსვლასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივ როგორც წესი არის ხოლმე საღამოები, ის საღამოები მიმდინარეობს ძალიან საინტერესოდ, მაგრამ დიდი ან პატარიანად თუ გინდათ რომ ადგეს მთელი დარბაზი და დაიწყოს ცეკვა, ამას ახერხებს დათო გომართელი. როგორ რა იცის რა რეცეპტია? სწორედ მას ვკითხავთ ახლა. დათო გომართელი არის ჩემი გადაცემის კიდევ ერთი სტუმარი. დათო, გამარჯობა. ეხლა შენც უცე ბლიც კითხვარი უნდა დაგისვა. რამდენი წლის ხარ? აიდან დაიწყე რა. ესე დავიწყოთ ყველა. თქვით? მე არ ვიტყვი. ქალბატონმა ლალი მიცის ზუსტად რამდენი წელი. ერეკლე ერთად ტოლები არიან. თებერვალში ხვდები. კარგი, დათო, აი ესე ვიტყვი 61-იანი. არის თუ არა შენთვისაც ესეთი ასაკი, რომელზეც შენ გააჩერებდი დროს? ალბათ 30-დან 40 წლამდე. მე ვფიქრობ, რომ 40 წლის მერე, ძალიან ცუდი სიტუაცია ხდება. რო იძახე, რა ვიცი ხა. მოდი, აი გულას არავინ არ ამბობს, დათო და მე დაშევთქვათ ხა, მოდი. მეც არ მომწონს 40 წლის მერე. აი თქვათ ხა რა. ამიტომ ახალგაზრდებს ვეთყვი შოუბერეთ ბოლომდე რა. ვიდრე 40 წლის გახდებოდ. კარგი, აი მოდი რა იცვლება? შენ ეხა ვერ ცვლი შენს წესებს, იმიტომ რომ დისკოტეკაზეც უნდა იყო, საღამოებიც უნდა მიყავდეს, ამიტომ აი რაღაც უნარჩვევებზე უარს ვერ იტყვი, მაგრამ რას აღარ აკეთებ? ყველაფერს ვაკეთებ აბსოლუტურად. რა თქმა უნდა, დოზები შეცვლილია. არ მათქმევიოთ ყველაფერი. მამამისი დღესაც ასეთია, ყოია. აი ყოიას ფრაზებს მთელი ქალაქი ლაპარაკობდა მე გენეტიკურად აქ. კარგი, გარდა გენეტიკისა, დათო, მართლა აი